მე ვარ სალვადორ დალი. გენიოსი, რომლის სიზმრებით სტილოზე აისახა. ბევრი ჩემს ხელოვნებას უცნაურს უწოდებდა, მაგრამ ჩემთვის ეს იყო ერთადერთი გზა, რომ ჩემი შინაგანი სამყარო გამომეხატა. ჩემს შემოქმედებას სიურეალიზმი ეწოდა. ეს არ იყო მხოლოდ ნახატი, ეს იყო ჩემი ქვეცნობიერის, ჩემი ოცნებების და შიშების ასახვა. მინდოდა, რომ ჩემს ნახატებში მაყურებელს ენახა ის, რასაც რეალურ სამყაროში ვერასდროს იხილავდა. ჩემი დნობადი საათები, მოცურავე სპილოები, ეს ყველაფერი იმის ნაწილი იყო, რასაც ჩემი გონება ქმნიდა. ჩემი ცხოვრების მთავარი მუზა იყო ჩემი მეუღლე გალა. ის ჩემთვის ყველაფერი იყო, შთაგონება, სიყვარული, მეგობარი. ბევრ ნახატში ის არის გამოსახული და სწორედ მისგან ვიღებდი იმ ენერგიას, რაც მჭირდებოდა. მე არ ვცდილობდი ვინმესთვის მომეწონებინა ჩემი ხელოვნება. უბრალოდ ვხატავდი იმას, რასაც ვხედავდი ჩემს შინაგან სამყაროში. მჯეროდა, რომ გენიოსი არ უნდა მოერგოს სამყაროს, არამედ სამყარო უნდა მოერგოს გენიოსს. დღეს ჩემი ხელოვნება საუკუნეებს გაუძლებს და იქნება იმის სიმბოლო, რომ ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს.